2024 წელს ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2023 წელთან შედარებით გაზრდილია. დაიღუპა 444 ადამიანი, დასაჯულთა რაოდენობა 7600-ს აღწევს. მონაცემებს საგანგაშოდ მიიჩნევენ საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ფონზე სტატისტიკის შემცირებას ელოდებოდნენ. მაჩვენებლების გაუარესებას ექსპერტები დამატებითი რეგულაციების არარსებობას და უკვე მიღებული კანონების აღსრულების კუთხით გამოვლენილ პრობლემებს უკავშირებენ. რეკომენდაცია და მოწოდება დიდ ქალაქებში დაშვებული სიჩქარის კიდევ უფრო შემცირება, დარღვევებზე ვიდეო მონიტორინგის გამკაცრება და კამერებით კონტროლის ქულათა სისტემაზე მიბმა. 444 დაღუპული და 7600-მდე დაშავებული. ასეთია საქართველოში 2024 წელს მომხდარი 6000-მდე ავტოავარიის შედეგი. მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ავტოავარიების გამომწვევ მიზეზებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება. მას მოსდევს შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა. გასულ წელს 15 ადამიანის სიცოცხლე ავტომობილის ნასო მდგომარეობაში მართვას შეეწირა. საგზაო მოძრაობის საკითხების ექსპერტი ირაკლი იზორია ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი იმ რეკომენდაციებზეც საუბრობს, რომლითაც შესაბამის უწყებას მიმართეს. ერთ-ერთია ქულათა სისტემის მიბმა სიჩქარის გადაჭარბების დარღვევაზე. სიჩქარის ლიმიტები ჩვენთან 15 კმ/სთ-დან დამდე ანუ დაშვებული არის, რაც არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს გავსი რამე, ანუ მაქსიმუმი 3-დან 5 კმ/მდე შეიძლება საათამდე გადავაჭარბოთ დაშვებულ სიჩქარის. ანუ ეს 15 ძალიან დიდია და ამის შემცირებას ვითხოვდით საერთაშორისო ანუ სტანდარტების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანი არის თვითონ ეს ქულათა სისტემას მიება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები. შევამციროთ ურბანულ დასახლებებში სიჩქარე, ვიცით რომ 60 არის დაშვებული და რეალურად +15-ის ემატება და 75 ძალიან დიდი არის. ქალაქის პირობებში მე ვგულისხმობ ურბანულ ჭირო დასახლებულ ადგილებში და ეს ევროპულ ქვეყნებში ყველა ქვეყანა ერთი ქვეყანას არ არსებობს, სადაც ამ მსგავსი პრაქტიკა არის, ანუ 50-მდე მინიმუმ და ჩამოვიდეს. და ასევე სასკოლო ზონებია მნიშვნელოვანი იმ ადგილებში, სადაც სასწავლო დაწესებულებებია, უნდა იყოს 30 კმ/სთ შეზღუდვა. ავტოავარიების შემცირებაში თავისი როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებამაც, რადგან ავტოპარკის ზრდა, რომელიც წლიდან წლამდე ფიქსირდება, დამატებით რისკებს ქმნის. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ქვეყნამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შექმნა. სამოქმედო გეგმა კი 2022-2025 წლებს მოიცავს. საქართველოს სტრატეგიით დაგეგმილი აქვს 2019 წელთან შედარებით 2025 წელს ავარიების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 25%-ით შემცირდეს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ეკონომიკის სამინისტროში ახლახან შექმნილ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ამ უწყებას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდეს. ჩვენ გვაქვს სამთავრობო გეგმები ოფიციალურად დოკუმენტის სახით, რომელსაც განხორციელება სჭირდება და ამავდროულად შესწავლა რამდენად ეფექტიანი იყო ეს გეგმა მაგალითად გასულ წელს. თუ სტატისტიკა არ იცვლება და უარესდება, ხო ამ შემთხვევაში კითხვა უნდა დავსვათ ჩვენ, ხო 2023 ან 2022 წელს რა გეგმებიც გატარდა, შესაბამისი იყო საგზაო უსაფრთხოების. თუმცა ეს სამსახური არის ერთ-ერთი იმედი, რომ იმ შემთხვევაში თუ მას იქნება შესაბამის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და მხარდაჭერა თავად სახელმწიფოს მხრიდან, რომ გარკვეული დადებითი ცვლილებები გვექნება. მსოფლიოს მასშტაბით გზებზე ადამიანების სიცოცხლე ყველაზე მეტად ევროპაშია დაცული. ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკით 2023 წელს ევროკავშირში ავტოავარიებში მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 46 ადამიანი დაიღუპა. საქართველოში კი 2024 წლის მონაცემებით ავტოავარიებს მილიონ მოსახლეზე 120 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა დიდწილად განაპირობა სტრატეგია Vision Zero, რომელიც შვედეთში შეიქმნა. სტრატეგიის მთავარი არსი ისაა, რომ ავარიები მხოლოდ საგზაო მოძრაობის მონაწილეების ბრალეულობა არ არის და ამ პასუხისმგებლობას მათთან ერთად სატრანსპორტო სისტემების დამპროექტებლებიც უნდა იზიარებდნენ. აქცენტი კეთდება წრეულ მოძრაობაზე, ბარიერების გაკეთებაზე გზების მიმდებარედ, სასკოლო ზონების გამოყოფაზე, დასაშვების სიჩქარის შემცირებასა და სხვა ზომებზე, ცხოველების განათლება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სიჩქარის კონტროლი. ეს არის ის ძირითადი პოლიტიკა, რითაც ევროპის წამყვანი ქვეყნები ხელმძღვანელობენ. როგორც დავით მესხიშვილი განმარტავს, ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსაც შეუძლია. განვითარებული ქალაქების
მთავარი პოლიტიკა უკავშირდება სიჩქარის კონტროლს და ის რომ მაგალითად ბევრი ქალაქის ევროპული განვითარებული ქალაქის ცენტრალურ უბნებში პრაქტიკულად აღარ არის დაღუპულები და დაშავებულები საგზაო შემთხვევებში უკავშირდება სიჩქარის კონტროლს და ოპტიმალური სიჩქარის დადგენას და უკავშირდება შესაბამის ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ეს გამოცდილებები არსებობს თავმოყრილი ევროდირექტივების სახით, რომელზე კარგი, ასე ვთქვათ, საკონსულტაციო დოკუმენტით შეიძლება ვერ მოიძიოთ და ჩვენს თუ ამ დოკუმენტებს გავყვებით, მე ვფიქრობ, რომ შედეგებიც გვექნება. უცხოური გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ ჯარიმებისა თუ ქულების ჩამოკლების სისტემა არ იქნება ეფექტიანი, თუ თავად მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები არ გაიაზრებენ, რამდენად დიდი საფრთხეს მომტანი შეიძლება იყოს მცირედი დაუდევრობაც კი.